ონლაინი სიცოცხლის პირველივე დღიდან. თუ გაქვთ სტაბილური შემოსავალი, აიღეთ ცესხი ხალიქ ბანკში ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე და აიხდინეთ ნებისმიერი ოცნება. ხალიქ ბანკი. საახალწლო ეთერის სპონსორია ლაქტოჯი. ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მარტო მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც და იწვევენ დისბაქტერიოზს. ლაქტოჯი სწრაფად აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროგარემოს. მიიღეთ ლაქტოჯი ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობის პირველივე დღიდან. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებასა და შეურაცხყოფას შორის. პარლამენტში შესაძლოა იმ წინადადების განხილვა დაიწყოს, რომლითაც ცილისწამება და შეურაცხყოფა სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაიშჩება. ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი შოთა ფაფიაშვილია. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის მამა შეგახსენებთ ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილველი ერთ-ერთი მოსამართლეა. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან ადამიანების დაცვა. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა ხელყოფს არა მხოლოდ პიროვნების პატივსა და ღირსებას, არამედ ხელს უწყობს მოქალაქეთა ზნეობრივ გადაგვარებას, უწმინდურების დამკვიდრებას და საზოგადოებრიობის დემორალიზაციას. საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც პარლამენტში ერთი კვირის წინ იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციამ წარადგინა, განმარტებითი ბარათი არ ახლავს. შესაბამისად, ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელია. ვინ უნდა განსაზღვროს რა არის შეურაცხყოფა და რა არის ცილისწამება? რა კრიტერიუმებით ვადგენთ და ვის ვიჭერთ? ფაფიაშვილის განმარტებით, თუ კი პრესაში გამოქვეყნდება ტექსტი, სადაც ვინმეს ცილი დასწამეს, მაშინ ეს დასჯადი უნდა იყოს. მისივე რწმენი ცილისწამებისთვის პირი, თუნდაც ის იყო ჟურნალისტი, დაიშჩება როგორც მოქალაქე და არა როგორც ჟურნალისტი. სად გამოაქვეყნა, ის კი არ ისჯება, არამედ ვინც გამოაქვეყნა, ვინც არის ავტორი. აბა პრესა დავსაჯო, ჟურნალისტი რატომ? განა მოქალაქე არ აქვეყნებს ამას, პროფესიული მოვალეობა სხვა, ეს კი არის სულ სხვა სუბიექტი, მოქალაქე, რომელიც აქვეყნებს თავის სტატიას ან წერილს და ცილს წამებს ვინმეს. როცა ვალდებულია შეამოწმოს ცხარო, აქ პრესა არის ხერხი, საშუალება განმარტავს წინადადების ავტორი. ამჟამად ყველა ცილის მწამებელი და შეურაცხმყოფელი თავისუფალია. ამ საშიში ქმედებისთვის მათ სისხლის სამართლის კანონმდებლობით არავითარი სასჯელი არ ემუქრება და ამით გათამამებულნი ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის პატივისა და ღირსების შესალახად აგროვებენ და ავრცელებენ მის საწინააღმდეგო შეურაცხმყოფელ ცილის მწამებლურ ცრუ მონაჭორებს. ბინძურ ტალახში სვრიან და ადვილად აკრავენ ნარკომანის, მექთამე კორუმპირებული პირისა და სხვა სახის შეურაცხმყოფელ იარლიხს. გულს უკლავენ, ბინძურ ტალახში სვრიან და ყოველივე ამით ხალხისა და საზოგადოების თვალში შერცხვენილ შელახული ავტორიტეტით მათ ადვილად ცილებენ გზიდან. ეს არის ამონარიდი 2013 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო პუბლიკაციიდან, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს, სწორედ შოთა ფაფიაშვილს ეკუთვნის. ვის სურს ადამიანები ისევე დაისაჯონ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ბრალდებით საქართველოში, როგორც ისჯებოდნენ თუნდაც 2004 წლამდე, ან როგორც ახლა ისჯებიან სისხლის სამართლის წესით, მაგალითად ავტორიტარულ რუსეთში, ან გნებავთ იგივე ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს და ძალიან საინტერესო დისკუსიას. ადვოკატი ირმა ჭკადუა, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია, ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი და გირჩი იაგო ხვიჩია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ. ქალბატონო ნანა, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ. როგორ ფიქრობთ, წინადადება, რომელიც არის ამ წუთებში პარლამენტში შესული, ეს წინადადება უნდა იყოს განხილული თუ არა და ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ პარლამენტმა
შესაძლოა მიიღოს კანონი და გახდეს დასჯადი ცილისწამება და შეურაცხყოფა. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. რაც შეეხება თვითონ კანონ პროექტს, მე ვფიქრობ, რომ საკითხი ნამდვილად ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოში სწორედ ცილისწამებამ და ბინძურმა კამპანიებმა, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში კგბ, ანუ მეხუთე განყოფილება ხელმძღვანელობდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლების მიმართაც ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული ინტერესები და სწორედ ამ გზით ახერხებდნენ ადამიანების ჩამოცილებას, სამწუხაროდ ეს კამპანიური მეთოდი ადამიანების ჩამოცილებისა დღესაც ძალიან აქტუალურია და ამას ხშირ შემთხვევაში მიმართავენ არა მხოლოდ თქვათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, არამედ ხშირად ასეთ ფორმას იყენებს ხოლმე ჟურნალისტიც. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საკითხი ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორად არის დასმული საკითხი, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სწორედ ადამიანის უფლებებს შორის იმ სტანდარტს შორის, რომ პირადი ღირსება და პატივი უნდა იყოს ხელშეუხებელი, იმიტომ რომ ესეც ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ანუ გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში არღვევს ადამიანის უფლებებს? გამოხატვის თავისუფლებას არ შეუძლია დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებებს არღვევს უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ცილისწამება და ცრუ მონაჭორის გავრცელება, როგორცაც ადრე ამბობდნენ, ესეთ ფორმულირება ქონდა ამას, რომ ცრუ მონაჭორს უვრცელებენ ამა თუ იმ ადამიანს. ანუ ეს არის, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, მაგრამ უნდა იყოს თუ არა ეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის დასჯადი, ძალიან სერიოზულად დასჯადიც. მე მინდა მოგიყვანოთ თუნდაც ამერიკის მაგალითი, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავიდა სიუჟეტი, რომ მასწავლებელმა ბავშვს ხელზე ხელი დაარტყა და ის გადაცემა საერთოდ აიკრძალა, არამცო აიკრძალა იმ კომპანიას, რომელმაც ეს გაუშვა, იმხელა ჯარიმები დააკისრეს, რომ მან თვითნებურად მოახდინა ის, რომ შეწყვიტა მაუწყებლობა, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო განმეორებითი, არა პირველი, არა მეორე შემთხვევა, როდესაც ისცნეს, ესე ვთქვათ, ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლად. ანუ თავისთავად ეს ყველა ქვეყანაში დასჯადია, მაგრამ ეს უნდა იყოს დასჯადი იმდენად, რამდენადაც აი როგორც ვთქვათ, დასავლეთშია, ეს უნდა ეხებოდეს იმ პირის ჯიბეს, რომელიც ამ ცრუ მონაჭორს ავრცელებს. ანუ შენ თუ ბრალს დებ ამა თუ იმ ადამიანს და ამბობ მასზე, რომ ის არის კორუმპირებული და რომ მას აქვს თქვათ ის რაც თქვათ მოტივები რაც ქონდა დასახელებული სწორედ ამ კანონ პროექტის ავტორს, მას უნდა ქონდეს ტკიცებულების ტვირთი, რომ მან ეს უნდა დაასაბუთოს და არ დასაბუთების შემთხვევაში დღეს ჩვენთან არის სამართლებრივი ესეთი რეგულაცია, რომელიც არაფერს არ ითვალისწინებს ფაქტიურად. ჯარიმა არის ძალიან სიმბოლური და რაც შეეხება თქვათ სასამართლო პროცესის მოგების შემთხვევაშიც კი მას ბოდიშის მოხდაც კი არ ევალება, მხოლოდ და მხოლოდ ევალება ის, რომ მან უარყოს მისივე გამონათქვამები, რაც ფაქტიურად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მკითხველმა რო წაიკითხოს, იმასაც ვერ გაიგებს. კი ბატონო, ნანა, მოდი დაუსვამ მე იგივე შეკითხვას სხვა სტუმრებს, შემდეგ მოგიბრუნდებით ისე ვიაგო თქვენ რა სიტყვით. ანუ პარლამენტში შესული წინადადება, ეხლა მოვისმინეთ ნანა კაკაბაძის აზრი, ეთერის დაწყებამდე მე ვესაუბრებოდი ადვოკატ ირმა ჩკადუას, დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს თუ არ ვცდები, ის უფრო დეტალურად ჩამოაყალიბებს და განმარტავს რას ფიქრობს. თქვენ როგორ ფიქრობთ? 2004 წლიდან აღარ არის ეს დასჯადი, ეხლა რატომ დადგა დღის წესრიგში და უნდა იქნას თუ არა შემოღებული კანონმდებლობის დონეზე? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე მგონია რომ რაც ბატონმა შოთა ფაფიაშვილმა შემოიტანა პარლამენტში, ის არასოდეს არ იყო დასჯადი ქართული კანონმდებლობით. 2004-მდე იყო დასჯადი ცილისწამება, რომლის შინაარსი გულისხმობდა დანაშაულის დაბრალებას. და არა იმას სახელგას გამტეხი ცნობების გავრცელებას. ამიტომ ბატონი შოთა გაცდა თავის წარსულს, ანუ კომუნისტურ ეპოქაში მიღებულ განათლებაზე შორს წავიდა და უფრო მეტი შეზღუდვის დაწესებას ითხოვს, ვიდრე კომუნისტები აკეთებდნენ საქართველოში. ეს უფრო მეტია, რასაც მაგალითად სინგაპურში ქონდა ადგილი. ან რაღაცა დღევანდელ აზერბაიჯანში აქვს ადგილი. ან ჩვენ გვაქვს არსებითად დიქტატორულ სახელმწიფოს ჩამოყალიბების
პირველი ნაბიჯის გადადგმის მცდელობასთან საქმე. თავისთავად ცხადია, მე არ მჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი ამ სისულელეს მიიღებს, თავისთავად ცხადია. მაგრამ ბატონ შოთა ფაფიაშვილის ეს ინიციატივა არის ძალიან სამარცხვინო. სამარცხვინო არის იმის გამო, მე მაღალი აზრის არასდროს არ ვიყავი ბატონ შოთა ფაფიაშვილზე, ის ჩემი ლექტორი იყო და მე არასოდეს არ ვამაყობ ეგეთი ლექტორებით ზოგადად და ყოველთვის ველოდი რომ რაღაც ეგეთ სიგიჟეს გააკეთებდნენ. საბოლოო ჯამში მათ ყოველთვის ჰქონდათ ამის პოტენცია. მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გაგება სიტყვის თავისუფლების არის პროფესორისთვის, აკადემიკოსისთვის, რომელსაც წესით ეს საქმე ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს, არის უბრალოდ პროფესიული სირცხვილი, ყველაფერს თავი დავანებოთ. სიტყვის თავისუფლება ნიშნავს დიახ, ყველაფრის უფლებას და სხვა განმარტება სიტყვის თავისუფლების არის არასწორი. და სხვა განმარტება სიტყვის თავისუფლების ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ცენზურამდე, რაც თავისთავად მიგვიყვანს როდესღაც იქამდე, რომ ჩვენ დაგვჭირდება თოფიანი ხალხი თავისუფალი ადამიანების გასაჩერებლად. აი ეს არის ზოგადად ამ ინიციატივის მოკლე შინაარსი. რაც შეეხება იმას, რომ სადმე არის თუ არ არის თუ როგორც არის. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას პასუხი დაეკისრება თუ არა არასწორი ინფორმაციების ან რაღაც გავრცელებაზე, თავისთავად ცხადია არსებობს ამის მექანიზმები. მათ შორის ქართულ კანონმდებლობაში არსებობს. მეორე საკითხია, რამდენად კარგად აღასრულებს ამას ქართული სასამართლო. ქალბატონ ლელას მოიხსენება ქართული სასამართლო რა ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელობა არ აქვს რას ეხება ეს საკითხი. და სწორედ ქართული სასამართლოს არაეფექტურობის ბრალია ის, რომ ჩვენ ასეთ საქმეებს სწრაფად ვერ მოვაქცევთ აღსასრულებლად. თორემ ჩვენ სასამართლოში არის პრაქტიკა, როდესაც ერთ-ერთ გაზეთს დაეკისრა ცილისწამებისთვის და სახელგამტეხი ცნობების გავრცელებისთვის ანაზღაურება. ხო? კიდე იქნება სხვა შემთხვევები, მათ შორის მე მაქვს ინფორმაცია, რომ წარმოებაში რამდენიმე საქმე. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სასამართლო არის არაეფექტური და კარგი იქნება ჩვენ ქართული სასამართლოს ეფექტურობისთვის. მადლობა. ანუ ეს არის ცენზურა, ნებისმიერი რამ, რომელიც სიტყვის თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არის უკვე ცენზურა და არასწორი გაგება სიტყვის თავისუფლებას. კარგით, გადავალ ირმა ჭკადუასთან, შემდეგ არჩილ გამზარდიას შემოგვიერთება. თქვენ რა სიტყვით, ქალბატონო ირმა? საინტერესო ეხა იაგომ თქვა, რომ მე მაქვს იმედი, რომ პარლამენტი არ მიიღებს და არ განიხილავს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ წინადადება არის შესული პარლამენტში. ფაქტია ისიც, რომ ჩვენ პირველად არ მოვისმინეთ, ანუ ამას წინათაც არა თუ არ ვცდები დაახლოებით 1 წლის წინ გაიჟღერა ისევ საპარლამენტო კედლებში, რომ უნდა იყოს რაღაცნაირად გამიზნული ცილისწამება და სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. ნამდვილად ძალიან საინტერესო და ისეთი აქტუალური თემაა და ვფიქრობ, რომ არის აქტუალური. კი, ნამდვილად არის აქტუალური. და ის რაც ზოგადად დღეს მასმედიაში ხდება, სრულიად სწორის მნიშვნელობით ეს არის აღვირახსნილობა, მეტი არაფერი და იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი ძალიან მალე ამ ინიციატივას განიხილავს. შესაძლებელია მასში შესწორებით, მე პირადად არ ვიცნობ უშუალოდ ამ ინიციატივას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება ეს არის ერთი და იგივე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ და ვერ დავეთანხმები, ვინაიდან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო ცილისწამებასთან. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლება აქვს ყველა ადამიანს და მათ შორის დედის წიაღში მყოფ ნაყოფსაც კი, რომელსაც ნასციტურუსს ეძახიან. ანუ ადამიანი, რომელიც არის დედის ღრუშიც, მასაც აქვს უფლებები სიტყვის, გამოხატვის, თავისუფლების და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს რაც აქვს, იმას ვერ წავართმევთ. მაგრამ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება ის რაც აქვს ღირსება დაიცვას აუცილებლად. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მეტად შეიძლება ანუ შეზღუდვად მოგეჩვენოთ შეიძლება ჟურნალისტებს, მაგრამ ეს ნამდვილად ესე არ არის. დიქტატორული სახელმწიფოსკენ მიდრეკილებაზე მეტყველებს თავისთავად ეს ინიციატივა ეხლა ნამდვილად არა და ეხლავე გეტყვით რატომ. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ჟურნალისტებს ესე მოეჩვენოთ, მაგრამ ესე არ არის. მე არ მომეძებნება საქართველოში უფრო კრიტიკული ჟურნალისტი, ვიდრე თქვენ ხართ ქალბატონო ინგა, მაგრამ მე არ მახსენდება, როდესაც თქვენ რესპონდენტს ცილს წამებთ, აბრალებთ ისეთ რაღაცას, რომელიც მას არ ჩაუდენია და ავრცელებთ მის შემლახავ ინფორმაციას. მე არ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს თქვენგან კრიტიკული კითხვები, მე მახსოვს პირდაპირ ეთერში ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლებას თუ წინა ხელისუფლებას მართავდნენ, პირდაპირ ეთერში დაკითხვები მოგიწყვია ხოლმე და საკმაოდ მწვავე ყოფილა. მაგრამ ეს არ მომხდარა შეურაცხყოფის ხარჯზე. არ შეიძლება ადამიანები მუდმივად ჩავაყენოთ თავდაცვის
კრიტიკის რეჟიმში. მე ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თქვათ გვარი დასახელი არ არის საჭირო, ერთ-ერთი მოსამართლე, რომელზეც თქვენ ჟურნალისტებმა და ერთ-ერთი ტელეკომპანია განსაკუთრებით აქტიურობდა ბევრმა თქვათ რესპონდენტმა, რომ აი ამ მოსამართლემ აიღო ქრთა. იძულებული გახდა ეს ადამიანი გამოსულიყო, მას გვერდში დაუდგა მთელი სასამართლო კორპუსი და უნდა ემართლებინა თავი, რომ მას ქრთამი არ აუღია და ეს საქმე ისე განიხია. არ შეიძლება მოსამართლე, რომლის დარბაზიდანაც არ შეიძლება რომ ორივე მხარე გამოდიოდეს თქვა კმაყოფილი და ერთი მხარე მას ტალახს ისე ესვრიდეს, რომ მეორე და მესამე და მეოთხე და 10 დღის შემდეგ იმ დარბაზში შესულ ადამიანს კონდეს განცდა ყოველთვის, რომ მის საქმეს იხილავს მეხთამი ადამიანი. და ძალიან გთხოვ, აი ძალიან მოკლედ დავასრულებ. კი ბატონო, ბრძანეთ და აუცილებელია არსებობდეს რაიმე შემაკავებელი. შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაფერზე, მაგრამ არა ისე როგორც ეს თქვენ გინდათ. ეს ნიშნავს არა შეურაცხყოფის და არა ლანძღვის, გინების, მუქარის და შანტაჟის ხარჯზე. არ არის არგუმენტები თქვენთვის იაგო მისაღები, ეხლა რასაც ირმას განვისმე. მე მგონია რომ ქალბატონი ირმასაც ესმის რაზეც არის საუბარი ამ წუთას. გაუმარჯოს საქართველოს პატრიარქს ან გაუმარჯოს ბატონო ბიძინა ივანიშვილს, ამის თქმას არ ჭირდება არანაირი სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება გვჭირდება სწორედ იმიტომ, რომ თქვათ ისეთი სიტყვები, რომელიც არავის არ მოეწონება. მოსაწონი სიტყვების კრიტიკა მოსაწონია? და ცილის წამება და კრიტიკა ამიხსენით არა კრიტიკა არის თუ არა სიტყვის თავისუფლების კრიტიკა არის ცილის წამებაც ხშირად შეიძლება კი კი ნანა ჩაყვეტა ხო დავასრულეთ დამალული და ჭამს ბავშვებს ხა ყველაფერი თქვენ რა სისულელეც ლაპარაკეთ ახლა მე ხო არც ერთხელ არ შემწყვეტნებიათ მაგალითად თქვით ის რომ დაუბადებელ ბავშვებს აქვს გამოხატვის თავისუფლება კარგი კორექტულად სისულელეც ლაპარაკობთ ახლა მოდავთ ჩვეულებრივად კარგი მოდავთ თელი ცხოვრება და ხალხი დაიღალა ამ ნაბოდვარი თქვენ ხართ ამაზრზედი როდესაც რაც გინდათ ყველას აბრალეთ და მე ეს ადამიანები მადლობა მოდით კორექტულად იურისტი ადამიანები ლაპარაკობთ დაუბადებელ ბავშვებს აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ სისულელეს ლაპარაკობთ ახლა და კიდე აქ ლაპარაკობთ კარგი თუ შეიძლება დავამთავროთ წაიკითხე კარგად წაიკითხე რას ნიშნავს ნასიტურუს სიტყვა და მოდი მე შემდგომ ეთერში მადლობა გისმენთ იაგო და გადავალ მოგეთ ესე ვთქვათ რა არასოდეს არსად სიტყვის თავისუფლება არ სინჯება ყველასთვის მოსაწონი სიტყვების თქმის დროს სიტყვის თავისუფლება არსებობს ერთადერთი მიზნით, რომ ითქვას სიტყვები, რომლის მოსმენაც არავის არ სიამოვნებს. და ეს არის გარანტია ზოგადად იმისი, რომ ჩვენ გქონდეს თავისუფალი საზოგადოება და გქონდეს საზოგადოება, სადაც ძლიერი ამ ქვეყნისანი უბრალოდ არ გააჩერებენ იმ მედია საშუალებებს, იმ ადამიანებს, რომელთა ხმის გაგონება მათ არ მოწონთ. არ სიამოვნებთ ის სიტყვები, რასაც ისინი ლაპარაკობენ. ეს არის სულ. და თუ ამის გაგების უნარი არ შეგვწევს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ თავისუფლების მხარეს. ჩვენ ვართ სხვა მხარეს, ბნელ მხარეს, როგორც არის ბატონი შოთა, აგერ ქალბატონი დღეს ჩემი ოპონენტიც, ან ეს უნდა ვიცოდეთ. თუ ამის გაგების უნარი არ შეგვწევს და თან ლაპარაკობთ რაღაცა მორალზე, რაღაცეებზე, რომ შეურაცხყოფა უნდა, შეურაცხყოფა თქვენ გონიათ, რომ მე მომწონს და მე ვგიჟდები, როცა ადამიანები სისულელებს ლაპარაკობენ, ან თქვენი აზრით, მაგალითად, თუ შეიზღუდება რაღაცა სიტყვის თავისუფლება, ის ყველაზე ბნელი გაზეთები, რომელიც მე საერთოდ არ მომწონს, პირველი ხო მათ შეეხებათ, მაგრამ მე მიწევს მათი უფლების დაცვა, რომ ჩემი შეურაცხყოფა ილაპარაკონ, აკეთონ თუ ბეჭდონ. ეგ არის სიტყვის თავისუფლება. მადლობა. მოდით ნანასთან აი მოდი აქ ხალხი ლარიფლინტის წინააღმდეგ აქვს ყველას ნანახი მე მგონი. ხალხი ლარიფლინტის წინააღმდეგ აქვს ფილმი ყველას ნანახი. აი მაგ ფილმს როცა უყურებთ, ეგ საქმეც არის. ჩემო კარგო, თქვენ წერალი საუბრობთ რომ აზერბაიჯანი და სინგაპური ახსენეთ. მოდით დამისახელეთ ერთი ევროპული ქვეყანა. მოდით ნანას არჩევს მოусმენო და შემომისახელეთ და რა წერია გერმანიის სიტყვის სამართლის კოდექსში. სამება არის დასჯადი. დასჯადი რას ნიშნავს? სადაც ცივის სამება არის დასჯადი. მუხლი მითხარით და რას ითვალისწინებს? წინააღმდეგ მითხარით. ჩემო კარგო, ცივის აბა რას არის დასჯადი? სისულელეს თქვენ ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენ გინდათ ეს რომ დიახ ცივის წამოთ ნებისმიერ ადამიანს თქვენ მე მეუბნებით რომ ვინმე სილიცამების სულელი მაგ ერთი დღე ვერ გაძლევთ მაგის გარეშე რას ლაპარაკობთ მოდით მოусმინოთ რა ნანას და არჩილ ნანა თქვენ რაღაცით ვაჩსუდათ არჩი მაპატია ეხლავე გადმოვაქვთ თქვენ არჩილმა თქვას და მე თუ შეიძლება არ მინდა რომ არჩილ მითხარით აი დიდი და ცხარე დისკუსია წავიდა ცოტა მოგრძო ისა მაგ კომენტარი და კი ბატონო არჩილთან გადავალ ეხლა მაშინ შეკითხვით აი მოვისმინეთ ეხლა ორივე არგუმენტი ერთი მხარის მეორე მხარის მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ როგორია თქვენი დამოკიდებულება ზღვარი ცილის წამებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის
მოგესალმებით. იცით რა შეასაქმე? мотивация და იდეა შეიძლება იყოს საინტერესო როგორც ადამიანის უფლების დაცვის მექანიზმი, მაგრამ როგორი კრიტერიუმებით ვზომავთ შეურაცხყოფას ან ცილისწამებას? მაგალითად, მე რამდენიმე კვირის წინ თქვი, რომ პრემიერის და ქართული ოცნების დღევანდელი ასე ვთქვათ, გეგმები, 10 პუნქტიანი გეგმა საშუალო ფენის გაღარიბებას შეუწყობს ხელს და უწყობს ხელს. მე ქართული ოცნების წევრებმა მითხრეს, რომ შენ ცილი დაგვწამე და ასე შემდეგ. თქვი, რომ ეს პროცესი მიდის რაღაცა, თქვა დიქტატურისკენ. ამ შემთხვევაში მე დამწამეს, ასე ვთქვათ, მითხრეს, რომ შენ შეურაცხყოფა მიაყენე დემოკრატ ხელისუფალს, რომელსაც დიქტატორი უწოდე. ანუ აქ ლაპარაკი არის რაზე? პირველ რიგში, როგორ საზღვრავთ? თორემ არსებობს კანონში რეგულირება, აგერ იურისტები არიან და იტყვიან ცილის რეპუტაციის შელახვაზეც მათ შორის, ხო? მაგრამ რითი ვზომავთ და ეს მე იაგოს ვეთანხმები, ჯდება თუ არა ეს ცენზურის საზომში? როგორ ფიქრობთ თქვენ, ჯდება? მე ვშიშობ, რომ ცენზურის საზომში ჯდება. პირველი და ამასაც გავშლი, დღევანდელი სასამართლოს პირობებში ისეთი ფრთხილი თემები, როგორიც ეს თემა არის, ჯერ ერთი მე არ მაქვს ამ წუთში ნდობა, რომ ამ ყველაფერს კვალიფიციურად კეთილსინდისიერად შეასრულებენ და დღეს, როდესაც არის 2016 წლის მიწურული, 2017 წელი საკმაოდ რთული გველოდება წინ, რომ ჩვენ ამ ყველაფრით საზოგადოებაზე რაღაცა გაჩუმების პერსპექტივაში იქნას. აქ ლაპარაკია თანაც ამ ინიციატივაში 2-დან 5 წლამდე, ანუ მე მაგალითად იმისათვის, რომ შეიძლება ჩემი გამონათქვამი ცილისწამებად მოეჩვენოს ვიღაცას ხელისუფალს ამ შემთხვევაში რომ დიქტატორი მიწოდე ან გაღარიბებაზე გავაკეთე აქცენტი კიდევ სხვა უფრო მწვავე შეფასებებიც არსებობს როგორც წესი შეიძლება 5 წლით ციხეში ჩამსვან აი ამაზეა ლაპარაკი თორემ არის კიდევ ამის აპირისპიროსაც გეტყვი იმიტომ რომ ჩვენ ვსჯელობთ მაგალითად მე მახსოვს ერთ-ერთი კამპანია ვალერი ასათიანის წინააღმდეგ რომელიც რუსთავიორმა თავის დროზე რაღაცა ეს ადამიანი გამოიყვანა მე მგონი სექტანტად კაცის კვლელა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ვერ დამტკიცდა ბუნებრივია ან მეორე შემთხვევა მახსოვს როდესაც ქართულ ჯარზე ცოტა ხნის წინ იყო ეს არც ისე დიდი ხნის წინ გააკეთეს ძალიან ესეთი ღირსების შემლახავი სიუჟეტიც და თქვათ ამ ყველაფერსაც გარკვეული რეაგირება შეიძლება სჭირდებოდეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეგულაციები კანონში, შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ. დღესაც გვაქვს კი და აგერ ქალბატონი ირმაც და ქალბატონი ნანაც ამაზე შეიძლება ბევრად უფრო კომპეტენტურად ისაუბრონ, მაგრამ საქმე მე ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ამ ყველაფრის უფრო კარგ რეგულირებაზე, უფრო ეფექტურ რეგულირებაზე, რომ რეპუტაციის შელახვა და ღირსების აყრა შეიძლება იყოს უფრო გაზომვადი, მაგრამ ამ ფორმით როდესაც ნებისმიერი გამონათქვამი შეიძლება ხელისუფალს მოეჩვენოს ცილისწამებად და შეურაცხყოფად. მაგალითად იყო ასეთი кейსიც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა მახსოვს მე მგონი თუ არ ვცდები, გურიანიუსის ჟურნალისტმა სასულიერო პირს უბრალოდ შეკითხვა დაუსვა ქონების განკარგვის თემაზე და სასულიერო პირმა უთხრა რომ ის ცილისწამებდა და შეურაცხყოფას აყენებდა მღვდელს და შესაბამისად განავრცოდა ეკლესიას და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ავიღებთ ამ кейსებს, ანუ ჩვენ აღმოჩნდებით მე, თქვენ, ეს ჟურნალისტი და ასე შემდეგ საშიშროების მომენტანი ცილისწამებები და შეურაცხყოფელები ჩვენ შეიძლება ციხით დავამთავროთ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი მოღვაწეობა და საქმიანობა. ამიტომაც მაჩვენონ კრიტერიუმები დათვალონ და დამითვალონ როგორ ზომავენ შეურაცხყოფას და როგორ ზომავენ ცილისწამებას და შემდგომ ამ ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ამ ფორმით ჯერ ეს ინიციატივა ანუ გააჩნია რა რეგულაციებში ჩაჯდება და პრინციპი რეგულაცია შეიძლება იყოს რეგულაციები არსებობს ინგა რეგულაციები არსებობს წინააღმდეგი არ ხარ რისი არა მე წინააღმდეგი ვარ იმისი რომ ამ ყველაფერსგან ცენზურა შემიქნან მაგრამ თუ კი მე ამ ყველაფერში ვიღაცის რეპუტაცია შევლახე ის მე მგონი დღევანდელი კანონმდებლობითაც ისედაც რეგულირდება გარკვეულ დონეზე მაგრამ ამ ფორმით თანაც თქვენ ალბათ წაიკითხეთ 2-დან 5 წლამდეა რაღაცა 5-დან 10 წლამდე და ასე შემდეგ მე იაგოს დავეთანხმები კომუნისტურ ეპოქასაც გაუსწრო და მგონი აზერბაიჯანის кейსაც კი გაუსწრო ამ მიდგომამ და ყველაზე მთავარი ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში ჩვენთვის არის დღეს ამ კანონპროექტის შეტანა ჯერ ერთი გეტყვით რომ დღევანდელ გამოწვევებში რაც ამ წუთში ქვეყანას გააჩნია ყველა მიმართულებით ეს თემა არის ბევრად მეათეხარისხოვანი მიუხედავად რომ შეიძლება მნიშვნელოვანი კარგი დღეს რატო გეჩვენებათ მაინც და მაინც საშიში ამაზე დაგისვამთ მე კითხვას იაგომაც თქვა ეხლა რომ აი რაღაც მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამის გამო არ უნდა იყოსო და მადლობა პატრიარქსო ასეთი ტიპის ცვლილებები მიღებული და აი დღეს რა ხდება დღეს და დღეს რატომ არის თქვენთვის მიუღებელი ამაზე დაგისვამთ კითხვას ნანასთან გადავდივარ ისევ ნანა გსურდათ
რეპლიკა, თუმცა თქვით რომ წელი რეპლიკა მექნებაო გისმენთ. დიახ, ჩემ წინა გამოსულელს ბოლომდე ვეთანხმები რაღაცებთან. დიახ, არჩილს და იაგოსთან მინდა თუ შეიძლება. კი ბატონო. ადამიანის უფლებები არ არსებობენ მოვალეობების გარეშე. ადამიანის უფლებები და მოვალეობები ეს ორივე ერთი და იგივე ღირებულებისაა. სად მთავრდება და სად იწყება? ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ბატონი იაგოს უფლებები. ანუ მე ჩემი უფლებებით არ მაქვს იმისი საშუალება, არ უნდა მქონდეს იმისი საშუალება და სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს ამისი გარანტი, რომ მე ჩემი უფლებები არ გადავზარდო ისე, რომ შევიჭრე მის უფლებებში, ბატონი იაგოს უფლებებში და შევბღალო მისი ღირსება, პატივი ან მისი რაიმე სხვაგვარი უფლება. ეს იქნება მისი გამოხატვის თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ეს არის კრიტერიუმი, ეს არის ღირებულება, რომელიც განსხვავებული აზრის დამკვიდრებისათვის არის ვთქვათ გამოყენებული და ამისთვის არსებობს გამოხატვის თავისუფლება. ამისათვის არის პარლამენტში შექმნილი იმუნიტეტი დეპუტატებისთვის, რომ მათ თავიანთი განსხვავებული აზრი დაუბრკოლებლად და ხელისუფლების შეზღუდვის გარეშე როგორი უმცირესობაც არ უნდა იყოს გამოხატონ. რაც შეეხება ხელისუფლებას ასევე აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, თმენის ვალდებულება, რომელიც მოქალაქის მხრიდან მაგრამ ეს თმენის ვალდებულების აზრი მოქალაქეზე, აი სწორედ ამის დაკონკრეტება მინდა. ჩვენ სხვადასხვა ადამიანის უფლებები იქიდან გამომდინარეც, რომ 70 წელი ჩვენ გავიარეთ მონური წყობა და ჩვენ ვიყავით დამონებულ მდგომარეობაში, ჩვენთვის ეს იყო რაღაც უცხო ხილი და ძალიან ცუდად მოხდა და არასწორად მოხდა გაანალიზება და დანახვა იმისი რა არის ადამიანის უფლებები. ხო, მე შევჩერდი რომ ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება და მე ვიქნები ეს ბატონი იაგო იქნება თუ სხვა ვინმე, ხელისუფლებას რომ უწოდოთ ის რაც არის პირდაპირ მნიშვნელობით უზრდელობაც, იმას აქვს თმენის ვალდებულება. ხო, მაგრამ მანა ერთი წუთი შეიძლება სანამ იაგოს გადავცემ სიტყვას უკაცრავად, აი ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება დაუშვათ ეს შესული წინადადება განიხილა პარლამენტმა და უკვე კანონმდებლობით დასჯადი გახდა და შემდეგ ხელისუფლებას არ ექნება დაუშვათ იმისი უფლებაც რომ უკან გადააგდოს ეს თავისი და დაიწყოს საუბარი იმაზე რომ არჩევმა რაც თქვა შენ მე დიქტატორი მიწოდე მე შენ გიჩივლებ ეს ცილის არა მანდმინდა მე სამწუხაროდ ამ კანონ პროექტს ასე დეტალურად არ ვიცნობ რომ შენ შემდგომში ამ კანონ პროექტზე ვიმსჯელო მაგრამ სწორედ ამას მინდა მივაქციე ყურადღება რომ ნებისმიერ კანონში ნებისმიერ კანონ პროექტში სწორედ ეს ღირებულებები უნდა იყოს გათვალისწინებული ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლება რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს და არა ცილის მწამებას და შეურაცხყოფას მეორე ადამიანის მეორეს მხრივ ხელისუფლება რომელსაც თმენის ვალდებულება აქვს და მას სწორედ ამიტომაც აქვს თმენის ვალდებულება რომ ისინი ჩვენი მანქანებით ჩვენი ხელფასებით ჩვენი შენობებით სარგებლობენ ანუ ჩვენი დაფინანსებული ბიუჯეტის მათ აქვს თმენის ვალდებულება მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეს ეს არ გააჩნია კარგი მადლობა ნანა დაგიბრუნდები კანონ პროექტში ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული და არავითარ შემთხვევაში სწორედ ბატონო იაგო მინდა გითხრათ რომ საბჭოთა პერიოდში სწორედ ხელისუფლება იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა ამას და იმიტომაც არ სჯიდნენ რომ ის სჯიდა გამოხატვის თავისუფლებისთვის მოქალაქეებს და მოქალაქეებს არ ქონდათ საპირისპირო ბერკეტი ჩვენ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ დღეს მადლობა იაგოსთან გადმოვიდეთ აი ამ დაქირავებულ ადამიანებს ხშირად სწორედ ხელისუფლება არაპირდაპირ გზით მაშინ პირდაპირ წერდნენ ჩვენზე უამრავ სიბინძურებს არა ნანა აქ ერთი კითხვა აი დაუშვათ ხელისუფლებაზე სხვადასხვა ჟურნალისტების თუ სხვადასხვა პოლიტიკოსების გამოყენება ხდება რომელიმე მინისტრი აქვეყნებს ჟურნალისტი მასალას ბატონო ეთანხმება თუ არა ამ ცვლილებებს რომ ვერ გავიგე პოზიცია ქალბატონ ნანას ეთანხმება ამ ცვლილებებს თუ არ ეთანხმება დაუკონკრეტოთ იქნებ ქალბატონ ნანა მაშინ დაგიკონკრეტეთ მე სისხლის სამართლებრივ დევნას არ ვეთანხმები და არ თუნდაც სისხლის სამართლებრივ დევნაც რო იყოს ეს არ უნდა ცდებოდეს ჯარიმის სისხლის სამართლებრივ დევნას ეთანხმებით სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტპატიმარი ხართ მე მგონი შეგახსენებთ თქვენი შეხსენება არ მინდა ბატონო იაგო თუ შეიძლება და მე ჩემი ეს მდგომარეობა ბავშვობიდან მაქვს და ყოველთვის მახსოვს და თქვენი შეხსენება არ მინდა ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთის ღირსებას და პატივს და ესეთი ტონით მე თქვენთვის არ მომიმართავს და თქვენ არ აქვს მორალური უფლება ასეთნაირად მომმართოთ მე გეუბნებით რომ სისხლის სამართლებრივ დევნას არ ვეთანხმები მაგრამ იმ შემთხვევაში
შემთხვევაშიც კი თუ კი პარლამენტი იფიქრებს თუ შეიქნება დამამთავრებინოთ აზრი, იმიტომ რომ ესეც ჩემი უფლებაა რომ დამამთავრებინოთ აზრი და არ გამაწყვეტინოთ, თუ კი პარლამენტი თუნდაც ამ მიმართულებით იმსჯელებს და ჩათვლის რომ ეს უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არ უნდა გასცდეს ჯარიმას, ანუ იმ ჯიბეს, რომელიც ეხება ადამიანს და იმ შემთხვევაშიც კი სისხლის სამართლებრივად რო იყოს ჯარიმის ამოღება მაინც ამოქალაქო წესით ხდება. მადლობა ნანა, შეიძლება გადმოვა ციხეს არ უნდა ითვალისწინებდეს. ეს უნდა იყოს საჯარიმო სანქცია, მაგრამ რა თქმა უნდა იყოს სერიოზული ჯარიმები და უამრავ მაგალითს მოგიყვანთ და მიხვდებით რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და არა ინდივიდებისთვის. კარგით, იაგო, გიპასუხათ ნანა მანუს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ანუ ჯარიმას ემხრობა და არა პატიმრობას. ჩავთვლი ხალბატონ ნანას პასუხს ისე რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ემხრობა, იმიტომ რომ მან დაშვება გააკეთა რომ თუ მაინც იმსჯელებენ ასე და მე უბრალოდ ამაზე გავჩერდები ამ წუთას. რაც შეეხება დანარჩენ სხვა სამოქალაქო პასუხისმგებლობას, დღესაც არსებობს. მათ შორის სტანდარტიც განსხვავებულია. მაგალითად, მე თუ კერძო პირის მიმართ განვახორციელებ ცილის წამებას, ამ შემთხვევაში თუ ის მცდარია, მე დამეკისრება პასუხისმგებლობა. ხო, თუ საჯარო ჯარიმა, ანუ სამოქალაქო ტიპის პასუხისმგებლობა. მაგრამ თუ ეს არის საჯარო პირის მიმართ, მაშინ მტკიცება მხოლოდ იმისი, რომ ინფორმაცია მცდარია, საკმარისი არ არის, ასე უნდა დამტკიცდეს ის ფაქტი, რომ გავრცელების მომენტში მე ვიცოდი ამ ფაქტის სიმცდარის შესახებ. ანუ სტანდარტი გაცილებით მაღალია საჯარო პირის კერძო საჯარო პირის შემთხვევაში. რაც არის ამერიკული სტანდარტი. რასაც მე ვეთანხმები, ვფიქრობ, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც რაღაცა იმ ჭყალებში 9 წლის განმავლობაშიც კი ჩვენ ამ სტანდარტზე არ გადაგვიხვევია. ანუ ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე ეს სტანდარტი ქონდა ყოველთვის და ამით იწონებდა თავს იმ პერიოდის მთავრობა ყველა სხვადასხვა შეხვედრაზე. შეიძლება ბატონო იაგო, ერთი ჩართვა რო გავაკეთო. ნანა, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რა. სტარია სხვა სიტყვა, მაგრამ მიზანმიმართული კამპანია და მიზანმიმართული ქმედება ეს კიდე სხვა არის. როდესაც თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლო ახსენა ირმამ და მინდა გამოვეხმარო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იძახის, რომ ჩვენს ყველა მოსამართლეზე იყო ზეწოლაო და შეესხა ტალახი საკონსტიტუციო სასამართლოს და ყველა მოსამართლე გამოდის და იძახის, რომ ჩემზე არ მომხდარა ეს ზეწოლაო. ფაქტი ერთია, რომ საზოგადოება მიზარალა, იმიტომ რომ რეპუტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს შეილახა, მაგრამ იმ მოსამართლებმა თავის დაცვა ვერ შეძლეს იმ ცილის წამებისგან, რომელიც მას ესროლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. და ეს უნდა იყოს ჯარიმის მიზარალა საზოგადოებამ, რომელსაც ხელში შერჩა გაორებული იქნება და იყო, მაგრამ ვერ ამბობენ. იაგოს უნდა დავასრულებინო უკაცრავად, საზოგადოება მიზარალა, ეხლა თქვენს მიერ მოტანილი მაგალითით გამოდის, რომ პაპუაშვილს, რომელმაც ყოფილმა თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც გააკეთა ეს განცხადება, ჯარიმის სახით უნდა ეგო პასუხი? რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუ კი ის ცრუ ინფორმაციას იაგოსთან დავასრულებინებ და კამპანიას აკეთებს. მადლობა. მაგალითად მეორე მაგალითი ჩემზე და უამრავ მაგალითი. მე მოგვიყვანეთ მეორე მაგალითი იაგოს გავაწყვეტით რაზე ვაპარაკობთ ახლა მე მგონი ყველაფერი გასაგებია მოტივი აქ რეალურად ხაბატონ არც ალბათ დანას არც ბატონ შოთას არც მე მგონი არავის არ აინტერესებს სიტყვის თავისუფლების ბედი ამ ქვეყანაზე აქ არის კონკრეტული кейსისთან დაკავშირებული ამბავი რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა არ მიაყენოს რომელიღაცა თანამდებობის პირებს ან იმ ადამიანებს რომელთანაც ჩვენ რაღაც სულიერი დამოკიდებულება გაგვაჩნია რეალურად ხალხო მე მართლა ძალიან წუხვარ იმის გამო თუ ვინმე დაუმსახურებლად ისვრის რაღაც სიტყვებს და ვიღაცებს შეურაცხყოფას აყენებენ თქვენ თუ გონიათ რომ მე ეს მომწონსნავით აქტუალებული ვარ და გიждები ზოგიერთ რაღაცა დიდ და შავ-თეთრ გაზეთებზე რომელიც სისულელეებს წერენ ძალიან ცდებით ამაზე არ არის საუბარი საუბარი არის იმაზე მათ უნდა კონდეთ თუ არა უფლება სიბინძურები წერონ და ჩემი პასუხი არის დიახ პასუხი არის ეს რა თქმა უნდა სიბინძურების წერის უფლება უნდა კონდეს არცად დაჟადი არ არის არცად ნორმალურ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ყველგან არის ებიჭო მაჩვენეთ არ რომელიმე кейსი სადაც ადამი დასაჯეს ვინმე ცილის წამებისთვის სისხლის სამართლის წესით რას ლაპარაკობთ რა სისულელეებს ლაპარაკობთ გადაწყვეტილებებია მაგაზე თქვენ ძალიან ხშირად უამრავი აბა ღირსება და პატივზე რისთვის მიმართავენ სასამართლოს ღირსებს და პატივზე მიმართავენ როგორც სისხლის სამართლის წესი რა შუაშია აი დავასრულე ხაბატონი რა შეიძლება დავამთავროთ პატიმრების მიმართ გადაწყვეტილებებშიც კი არის ასახული რომ მათი ღირსება და პატივი იყო შელახული ციხეში ყოფნის პერიოდში რომ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო ადამიანი დაიჭირეს ეს არის აბა ევროსასამართლო რაზე დაყრდნობით გამოაქვს მას ეს
ესე ვთქვათ გადაწყვეტილება, როდესაც ხაბატონანა, რაზე ველაპარაკებით, რომ სტატიის გამო ჟურნალისტი დაიჭირეს? სტატიის გამო ჟურნალისტი დაიჭირეს, ამაზე ველაპარაკებით? ანუ რაზე ველაპარაკებით? საერთოდ შეგიძლიათ ამის მე სტატია ვახსენე თუ პატიმარი ვახსენე და სასამართლო პატიმარი კი არა, ძალიან მარტივად გეკითხები. მე გეკითხები, შეურაცხყოფელი სტატიისთან დაკავშირებით არის თუ არა ევროსტატის უნდა იყოს დაცული, მაშინ რანაირად უნდა იყოს დაცული სხვაგვარად. გავიგეთ, ეხლა მე გადავარდნას გადაწყვეტილებები ღირსებისა და პატივის შელახვაზე. თუ ეს სტანდარტი იქ არ არის ღირებული. გავიგე, დასული თიაბოდა აქ არავის არ უთქვამს, რომ ადამიანი პასუხს არ უნდა აგებდეს არანაირი წესით, თუ ის შეურაცხყოფელ სტატიას ამ ცილის წამებას დაბეჭდავს. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. საუბარი არის, ეს ადამიანი ნასამართლები უნდა დარჩეს თუ არა ამ ყველაფრის მერე. და თუ თქვენ მეტყვით, რომელიმე რომ გასამართლებული უნდა დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ხო არაფერი ამითქვამს. რატომ ეჩქუმებით მაშინ? საუბარი არის ამაზე, რომ ცილისწამებლური სტატიისთვის, ბინძური სტატიისთვის, ადამიანების ციხეში ჩასმა, სისხლის ამართლების სერიოზული დაჯარიმებით უნდა ხდებოდეს. ხო, რა, ეს არის სამოქალაქო დავის საკითხის და მის ოდენობას განსაზღვრავს მაგარი, მაგრამ სამოქალაქო დავის საგანი, სადაც იმ ზიანის მიხედვით, რაც ადამიანს მიადგება და ეს არის განსხვავებული ყველა შედის შემთხვევაში, სასამართლო აკისრებს ძალიან დიდ ჯარიმებსაც. მათ შორის საქართველოს 50,000 დააჯარიმეს ერთ-ერთი შემოსავლების მიხედვით ითulis ამას და არა 50,000 ერთ-ერთი გაზეთი დააჯარიმეს საქართველოს. ცხოვრება დაუნგრიონ და 200 ლარზე მეტი არ დააჯარიმეს. 200 ლარი დაჯარიმებული ვინ ნახეთ ხაბატონანა? მე გეშევიდა ერთ-ერთი გაზეთი დააჯარიმეს სასამართლო პროცესი, ჩემ წინ აღვდეთ, მე მოვიგე სასამართლო პროცესი და არაფერი არ შედეგი არ მოყოლია. მადლობა, მე არაფერი შედეგი, იმიტომ რომ ჩემთვის არ არსებობს ისეთი ფული, რომელიც იმ კომპენსაციას მომცემდა, რასაც ჩემი ღირსება ერქვა. მოვიგე სასამართლო, მაგრამ არაფერი არ შემრჩა ხელში. რა მნიშვნელობა ქონდა ამის მოგებას? ბოდიშიც კი არ მოუხდია იმ ადამიანს, უბრალოდ იმას დაევალა სასამართლოს მხრიდან, რომ უნდა ეუარყო თავისი ესეთი მონაწილე. ეხლა მე უნდა ამას ხო რეალურად არანაირი შედეგი არ აქვს. ადამიანი დგები დარტყმის ქვეშ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ იმ ღირებულებებს იცავ. რომელსაც თემი სიცოცხლე იცავ. თქვენ რა სიტყვით ხაბატონანა, მაინც ვერ გავიგეთ. მე გეუბნებით, რომ უნდა იყოს სერიოზული ჯარიმები, ძალიან მაღალი ჯარიმები იმისათვის, რომ პატივისა და ღირსების შელახვა იყოს სერიოზული შეხებაში იმ ჯიბესთან, ვინც ამას აკეთებს. ვინ ადგენს ამ ჯარიმას? ბატონო? ვინ ადგენს ამ ჯარიმას? სასამართლო ვინ დაადგენს? ხო და სასამართლოს დღესაც აქვს საშუალება ეს დაადგინოს, ვინმე ხელს უშლის? ანუ ჩვენ თუ არ მოგწონს სასამართლო ვაკრიტიკოთ სასამართლო კი ბატონო. კანონში ნუ ამბობთ რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში დიდი ბოდიში უნდა გადავიდე სხვა სტუმრებთან ირმა ჭკადუასთან გადავდივარ ირმა მაპატიეთ ვერ მოგეცი არა უსავს დავიწყოთ იქიდან რომ ბატონი იაგო ცდილობს რომ სამოქალაქო საზოგადოება ან ადამიანები რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებენ შეიყვანოს შეცდომაში. აქ არ არის საუბარი იმაზე რომ რომელიმე ჟურნალისტი რომელიც სტატიას დაწერს კრიტიკულს გაზეთში ამის გამო მას დაიჭერს ვინმე და შეურაცხმყოფელს. აქ საუბარია ცილისწამებაზე და გეტყვით როგორი ტიპის რომ ეხლა გამოდის თქვა ადამიანი ან ირმა ჭკადუა ტელევიზორში რომელსაც მაგალითად დედათქვენიც უყურებს და მე ვამბობ დამაჯერებელი სახით ძალიან ესე რომ ინგა გრიგოლია გუშინ დაეჯახა მცირეწლოვან ბავშვს და გაიტანა და მოკლა. არის თუ არა ეს ცილისწამება, რასაც შედეგად მოჰყვა, რომ დედათქვენი გახდა ცუდად, ჯვარი წერია მას, მოხდა საავადმყოფოში და ასე შემდეგ. აქ საუბარია ესეთი ტიპის ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებაზე და არა შეურაცხყოფაზე და არა კრიტიკაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცას დიქტატორს, მე დიქტატორსაც უწოდებ და უფრო უარესსაც უწოდებ და უწოდებდი და ბევრ რაღაცას უწოდებ დღეს ხელისუფალს. აქ არ არის. მოდი ნუ აუღრებთ, ნუ შეკავთ შეცდომაში და ძალიან კარგად იცით თქვენ რაზეც სამოქალაქოში რაც არის, მოდი თქვენ და მოიწვიოთ სპეციალისტები, ასევე მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თუნდაც შოთა პაპუიაშვილი უნდა მოიწვიოთ და უნდა კითხოთ ამ ადამიანს, რამ განაპირობა, რატომ მივიდა ამ დასკვნამდე. მე ძალიან მწუხვავ. ჩემი ლექტორი შესაძლებელია, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ამის გამო სუბიექტური დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, იმიტომ რომ თქვი რომ რუსთავიორის საქმის მოსამართლე არის მისი ქალიშვილი და ჩვენ ნანახი გვაქვს ახლა მთელი რიგი ამბები. ეს თქვენ ჟურნალისტი ხართ და თქვათ ამ აზრის გამოთქმის, ამ ეჭვის გაჩენის და გამოთქმის უფლება გაქვთ. ეს არ არის არც შეურაცხყოფელი, არც დასჯადი. ქალბატონო ინგა, აქ საუბარია ისეთ ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელსაც შედეგად მძიმე შედეგი მოყვა. როცა საუბარია იმის შემდეგ უნდა მითხრა თქვენ,
აი ზღვარი, რომელიც ვახსენე აი, გადაცემის ძალიან დასაწყისში. მნიშვნელოვანია. ანუ თქვენ თქვით, რომ აქ უფრო სერიოზულია. რა არის? აი რა უნდა ეს იყოს ზღვარი, თქვენთვის პირადად დასჯადი და ეს უნდა არჩილს ეჭვი აქვს რომ მაინც და მაინც დღევანდელ დღეს ამ საკითხის წამოწევა აჩენსო კითხვებს. და ინგა ეს კონკრეტული ინიციატივა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჩვენ თუ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის რომ ამ ინიციატივაზე ვიმსჯელოთ, აქ გასაგებად წერია ყველა ტიპის დეტალურად არის ჩამოთვლილი, სადაც მინიმუმ 2 წლიანი ციხე არის, მაქსიმუმ თუ სწორად მახსოვს 5 თუ 7 წელი. კი ბატონო, მოდი, კონკრეტულად ამ რეკლამა ინიციატივაზე ეთერში. ვიმსჯელობთ, ეს არის სხვა თემა, თუ ჩვენ ზოგადად თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის სხვა. არა, ჩვენ საუბრობთ იმ ინიციატივაზე, რომელიც შესული არის პარლამენტში და დიქტატურისკენ მიდრეკილება, რომელშიც ამოიკითხა იმ ინგა, მაშინ შეგვიძლია მარტივად თქვათ, რომ 4-ვე ადამიანი თანხმდებით, რომ ბატონი ფაფიაშვილის ეს წინადადება ინიციატივა, ეს კანონპროექტი თლიანად ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არა, ირმა არ გეთანხმება. ირმა არ ეწინააღმდეგება ამბობს, რომ საჭიროებს დახვეწას. აუცილებელია დაუბრუნდებით. ხული და ამიტომ რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძალიან მალე. საახალწლო ეთერის სპონსორია ბიოლაინი. ბავშვთა მოვლის პროდუქცია საფრანგეთიდან.